პეტერ ფიშერის ამ ინტერვიუს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. აბა გამოვიდეს ფიშერი და თქვას, რომ იმას, რასაც ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია ამბობს, სისულელეა და სიგიჟეა. აბა გაბედავს, ვერა? ჩვენთვის გონია, რომ საქართველოს და ქართველები ბანანების ისისა ვართ რა, ქვეყანა და ყველაფერი მოსულა. ფიშერი და მისი აფსონები დიდი ხანია გაშიფრულები არიან. სწორედ ის წარმოადგენს სხვა ჩვენთან ერთად deep state საქართველოში, მათი ფილიალია უბრალოდ ხელმოწარულები არიან. ვერაფერი ვერ გააკეთეს. და ჩაენაცვლონ ეხა მათ მიერ ესე იგი დაფინანსებული ეს რადიკალები ადგილობრივი რო არაფერი გამოვიდათ. ამათ ეხა ესენი ჩაენაცვლონ. ელჩი გახდა ჩვეულებრივი მოძალადე რადიკალი. ესა თუ ის რადიკალი პოლიტიკოსი, როდესაც შიმშილობს გაუგებარი მიზეზით, თურმე აღმოჩნდა რომ დანარჩენ რადიკალებს გააგონოს ხმა და აქ მიდის და იმას შეობა, აი გულშემატკივრებს. იმის მაგივრად რო უთხრას, რომ ეს არ არის ორი გადაწყვეტილება და იქნებ ესე იგი სასიკვდილოდ გასწირა, ხო? იმისთვის რატომ რომ დაიძაბოს აქ თემა და უფრო ქაოსი და არეულობა იყოს. როცა ხარ ელჩი იქ, შენი პირდაპირი ვალია რომ ორივე ქვეყნის ურთიერთობა მეტად და მეტად გააღრმავო პოზიტიური მიმართულებით და ის ამ შემთხვევაში საერთოდ არის დაცდილი ამ კონკრეტული ემოციისგან. ის ამბობს რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენია თქვენ როგორი ტყუილი თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის თან ამ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია საქართველოს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თეზა, რომელიც მან აღნიშნა, რომ თითქოს აარსებობს deep state-ი, მოდი ჩამოყალიბდნენ საერთოდ გერმანელები აღიარებენ თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ლეგიტიმურ ხელისუფლებად.